არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით პროევროპული აქციების მონაწილე ნარკოდანაშაულში ბრალდებული რუსეთის მოქალაქეები ანტონ ჩეჩინი, ანასტასია ზინოვკინა და არტემ გრიბული პროტესტის ათეულობით სხვა მონაწილესთან ერთად ქართული ოცნების მიერ მიტაცებული, პოლიტიზებული და მიკერძოებული მართლმსაჯულების მსხვერპლნი არიან. არასამთავრობოების განცხადებით, მათ მიმართ გამოტანილი გამომტყუნებელი განაჩენი როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ასევე სამართლიანი სასამართლოსა და სამართლის წინაშე თანასწორობის პრინციპებს არღვევს. მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩეჩინისა და ზინოვკინა გრიბულის საქმეებში მოსამართლეებმა უარი თქვეს საკონსტიტუციო სასამართლოს სტანდარტის შესრულებაზე და არ მოითხოვეს ვიდეო ჩანაწერი და ნეიტრალური მტკიცებულებები. ასევე პოლიციელთა განმარტება, რომ ჩხრეკის დროს ვიდეო გადაღება შეუძლებელი იყო, უპრობლემოდ მიიღეს. არის ძალიან დიდი ვარაუდი და ეჭვი იმისა, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებები ამ ადამიანებს არ ეკუთვნოდათ, არამედ ისინი პოლიციელებმა ჩაუდეს და ამ ეჭვს აძლიერებს ის მავნე ადმინისტრაციული პრაქტიკა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში 10 წლეულები არსებობს და რომელსაც არაფერი ეშველა, მათ შორის არ უშველა არც საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილმა გამამტყუნებელმა გადაწყვეტილებებმა საქართველოს მიმართ 7-ია ამისანა, არც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეში გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, სადაც დადგენილი იქნა ძალიან მკაცრი სტანდარტი, იმიტომ რომ იმისათვის რომ ასეთი ბრალდების საქმეებში უნდა არსებობდეს ნეიტრალური მტკიცებულებები, არა ერთი, არამედ რამდენიმე ნეიტრალური მტკიცებულება, მათ შორის ნეიტრალური მოწმეების ჩვენებები და რაც მთავარია, ვიდეო ჩანაწერი, რომელიც ასახავს ჩხრეკის პროცესს. ეს ყველაფერი ჩვენი მოსაზრებით არის განპირობებული იმით, რომ ეს კონკრეტული სამივე პირი არის აქტივისტი, პუტინის ხელისუფლების მოწინააღმდეგე აქტივისტი. ისინი მრავალჯერ მონაწილეობდნენ პუტინის წინააღმდეგ და რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ ორგანიზებულ აქციებში, მათ შორის ჩეჩინიც იყო რუსეთში მოკლული ოპოზიციონერის ნავალნის მომხრე და შესაბამისად ჩვენ გვაქვს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩვენი სამართალდამცველებისა და სასამართლოს ხელით ფაქტიურად სჯის საკუთარ მოწინააღმდეგეებს. არასამთავრობოებს მაგალითად მოჰყავთ პროევროპული აქციების მონაწილე კიდევ 3 დემონსტრანტის ნარკოდანაშაულში ბრალდებული ნიკა კაციას, გიორგი ახობაძისა და თედო აბრამოვის საქმეები, რომლებიც საქმეში ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობის გამო გათავისუფლდნენ. არასამთავრობოების განმარტებით, მიუხედავად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულთა საქმეებში ფაქტობრივი გარემოებების მსგავსებისა, რუსეთის მოქალაქეების მოსამართლეები მხოლოდ პოლიციელებისა და თარჯიმნების ჩვენებებს დაეღდნენ. მათი ობიექტურობა კი დაცვის მხარე მეჩქვეშ დააყენა, რადგან ამ კონკრეტული თარჯიმნების დამქირავებელი ბიურო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ფინანსურად იყო დაკავშირებული და თავად თარჯიმნებიც პოლიციელებთან ახლო ურთიერთობაში იყვნენ. სამივე დაკავების შემდგომ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობდა და კონკრეტულ ფაქტებზე საუბრობდნენ, რაზეც არ მომხდარა რეაგირება სამართალდამცავი უწყებების მხრიდან. მაგალითად, გამოძიების ეტაპზეც და სასამართლოშიც ანტონ ჩეჩინმა განაცხადა, რომ დაკავების და ჩხრეკის დროს ასევე პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგაც პოლიციელებმა მასზე იძალადეს. ანტონ ჩეჩინი ასევე არის სერიოზულად დაავადებული, მას თავის ტვინში გაურკვეველი წარმოშობის სიმსივნური წანაზარდი აქვს და ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს. სახელმწიფოს მხრიდან მას მის მიმართ ადეკვატური ზომები დღემდე არ ხორციელდება. რაც შეეხება ანასტასია ზინოვკინას, მან სასამართლოში განაცხადა, რომ ჩხრეკის დროს პოლიციელი ირაკლი მუხათგვერდელი ხელებით ეხებოდა ტანზე, რაც ზინოვკინას თქმით ჩხრეკას ნამდვილად არ წარმოადგენდა და არ იყო ჩხრეკის პროცედურა და ასევე მან თქვა, რომ მუხათგვერდელი მას გაუპატიურებითაც დაემუქრა. დაკავებისას მუშტი დაემუქრნენ ასევე არტემ გრიბულსაც. ანასტასია ზინოვკინასა და არტემ გრიბულს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანტონ ჩეჩინი კი ამავე ვადით ციხეში მოსამართლე ჯვებენ აჭყებიამ გაუშვა. ისინი ბრალს არ აღიარებენ და ამბობენ, რომ ნარკოტიკი პოლიციელებმა პროტესტში მონაწილეობის გამო ჩაუდეს.